სიმღერით გამთბარი მიწა ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციას კულტურის სამინისტროში დღეს გაიმართა. ჟურნალისტ თემურ ჭკუასელის რომანში მოთხრობილია მომღერალთა ოჯახის ამბავი, სადაც ორი მსოფლიო ომის ისტორია ერთიანდება. ეს მწერლის რიგით მეხუთე კრებულია. ორი ნაწარმოები ამ წიგნში არის წმინდა წყლის პუბლიცისტიკა. ერთი არის თუმსაქვია და საკმაოდ ასე ვთქვათ ქართული პუბლიცისტიკისათვის ცოტა იუმორულ სტილში არის და ამიტომ ხალხს ძალიან მოწონს. და მეორე არის დიალოგები გურიაზე. ეს მოგეხსენებათ, მე გურიის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ ჩოხატაურის რაიონიდან და სანამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დავწერე წიგნი მეტად საინტერესო. მიუხედავად იმისა, მე ჯერ არ წამიკითხავს, იმიტომ რომ პირველად უშინ ავიდა ხელში ერთი წიგნი, იმიტომ რომ სერიოზული მოცულობის წიგნია. ავტორი გამოვიდა და თქვა, დიდი არაფერიო, აქო ის ისტორია არის, როდესაც მამა წავიდა პირველ მსოფლიო ომში და ქართულმა სიმღერამ გადაარჩინა და მერე შვილი მეორე მსოფლიო ომის დროს გადაარჩინა ქართულმა სიმღერამ და დაამთავრა ამით თავისი წინათქმა. ხო და ამის შემდეგ მოდი და ნუ წაიკითხავ ამ წიგნს.